რადიო მიშა და ნინო დაგიბრუნდით არაჩვეულებრივ ქალბატონთან ერთად მანანა კორძახია პოეტი შემოგვიერთდა მოგესალმებით ქალბატონო მანანა მადლობა რომ გვესტუმრეთ დიდი მადლობა ყველა თქვენს იგზე მანანა წერია მაკო და დავამახსოვრდა მაშინ ერთხელაც იყო ჩვენთან სტუმრად უღრმესი მადლობა რომ დღეს მოგზანდით მადლობა თქვენ მოგესალმებით და მინდა გითხრათ რომ ადრეც მითქვია ძალიან ძვირფასები ხართ ჩემთვის და ასევე დიდი ბედნიერება ყოველთვის თქვენთან სტუმრობა მეორედ ვარ ეთერში და მივესალმებით დიდი სიყვარული თქვენს მაყურებელს ქალბატონო მანანა ძალიან სასიამოვნოა როდესაც ეს გესმის და მანანათი მოგმართავთ მიყვარს ეს სახელი დედას ერქვა მანანა კი ბატონო გიცნობენ როგორც მაკოს მაგრამ ქალბატონი მანანა ჩვენთან სტუმრად ხო თქვენის ნებართვით და რაც შეეხება ახალ კრებულს ლაბირინთიდან ლაბირინთამდე თქვენს მკითხველს ანებიურებთ ლექსებით და მართლა რაღაცა სხვა სითბო არის და სხვა სინაზე მოდი ასე ვიტყვი იდუმანიტის ამბები იყო პირველი ნაწარმოები რომელიც ჩვენთან გაჟღერდა საბავშვო ლექსები მიხარია ძალიან დღევანდელი სტუმრება ესე სიმბოლურად დაემთხვა მაშინაც ახალი გადაცემა გამოცემული მქონდა მაგრამ ეს არის პირველი სატრფიალო ჩემი ლირიკა ეს იყო საბავშვო რაღაც ისე ექსპრომტად და ლექსები დიახ და აქ არის შესული ის ლექსები რომლებიც უახლოეს ხანში ამღერდება რამდენიმე სტუდიურად არის ჩაწერილი მაშინ რომ ვიყავით თქვენ თუ გახსოვთ დიახ თქვენ დაგვიგვით რომ ახალ გამოცემებასთან ერთად მოგზანდებოდით და აქ არის ის ანუ იმ სიმღერების ნაწილი შესული და ნაწილიც ალბათ მაგრამ ეხა როდის იქნება ცოტა რთული ეს არის დამოკიდებული დროზე რაღაც განწყობაზე ფინანსებზე და ვფიქრობ რომ აი წელს შეიძლება დავასრულო აი სიმღერების შესახებ რასაც ქვია დისკი რო ჩავწერო ესა მაგ გეგმაში და ნახოთ როგორ გამოვა აი არაერთხელ შევეხეთ მე კადრს მიიღმა და ეხლა აი ბავშვური ლექსები ანუ საბავშვო ჯერ რა თქმა უნდა სანამ თქვენ ლირიკულ ლექსებზე გადავთ ისეთი პასუხისმგებლობა არ არის მარტივი არა უფრო რთულია მე ჩემი მხრიდან და გაცილებით რთულია ვიდრე ეს რაც ახლა დღეს გამოვეცი თქვენი სტუმრობისას ეს აღნიშნეთ ზუსტად და თქვენი აი მომავალი კრებული ამ კრებულში შემოვლილი ლექსიდან ნაწყვეტები წაიკითხე და დაგვირდით რომ როდესაც შევასრულეთ კიდეც და ანუ ორივე რისი თქმა მინდა ანუ ესეც ძალიან ინტიმურია ხო როდესაც ამასაც ითამამი ჭირდება მოდი თამამად რო თქვათ იმიტომ რომ ესე საქვეყნოთ შენი გულის ნადები გაუზიარო მკითხველს ამასაც სითამამი უნდა ისევე როგორც საბავშვო ლექსების წერასაც კი საუბარში პოეტები თავის გულის ნადებს გვიზიარებენ პოეზია ხომ ეს არის ფიქრობ ეს არის და ეხლა აი ძალიან კაი კითხვა წამოჭერით მე ვაპირებდი მაგრამ ეხლა თქვენის ნებართვით უკვე გაუბედავ და ვიტყვი რახან ამ თემას შეეხეთ ეხლა რა ხდება პოეტის სული როგორია აი მახსენდება გენიალური ფილმი თენგიზ აბულაძის ნატრის ხე ფუფალას ეპიზოდი არჩიოლა ყოფილაო ეხლა ნახეთ სიყვარული ისეთი მარადიული თემა ანუ შეყვარებული ხარ არა ხარ იცით რა არის აი მუდმივად გინდა ამ თემას უტრიალო და ასეთი მომენტია შეიძლება მე ხა ძალიან მიყვარდა სხვათა შორის პოეზიასგან განსხვავებით პროზა იყო ჩემი აი სკოლიდან რაც უკვე ასოები დავიწყე არ გამოვიდოდა არაფერი გინდა უცხოური ლიტერატურა რაც ნათარგმნი იყო რომ არ წამეკითხა ეს თინეიჯერობის რო განსაკუთრებით ხო არა სიყვარულზე თელისა აი ფრანგულის რო იყო ბანოვანები ეს ბალზაკის და რა ვიცი ხა დოსტო ვიცით ხო რუსული ევროპული ყველა მქონდა წაკითხული ეს ანამ სკოლას დავამთავრებდი რაც კი გამოდიოდა და აი მე ხა ამით რისი თქმა მინდა რომ სიყვარულს ასაკი არ გააჩნია ხარ შეყვარებული არა ხარ აი ის დრო ხო დაუშვა სკოლის პერიოდი იქ სადღაც კი გაელვებულა შეიძლება სხვისი სიყვარულიც კი აჟღერო ხდებით და შეიძლება ხა ვიმე თქვას რომ ხა მე მეგობრები მყავს ასაკოვანი ქალბატონები გაცილები დედისტოლები ბებიესტოლები რომელიც სიყვარულზე წერენ და იცით როგორ მიხარია იმიტომ რომ ის არ ნიშნავს ეხლა რომ შენ წერ ლექს რომ ამ წუთას არის ან ადამიანი შეყვარებული იმისთვის აი როგორ გითხრათ ყოველთვის ცოცხალია ის პერიოდი დღეს არ არის როცა იყო იმაზე დაწერს ეხლა სიყვარული ვერტიკალური და ბრუნვადია ხო და ეხლა მკითხველი თქვენ რა თქმა უნდა ეხლა მკითხველიო რომ თამამათო
კი თამამად წერ მაგრამ იქ ხანდახან შენიც არ არის ხვისია იმდენად გინდა რომ ამდენას უტრიალო რომ შეიძლება იყოს მეგობარი ვიღაცა შენი ახლობელი იმის ობიექტი და ავიტაცებ თქვენ პათოსს და ზოგადად ყველა ადამიანის მოთხოვნილებაა რომ უყვარდეს არ არის აქ კონკრეტულად მაინდა-მაინც ქალის და მამაკაცის სიყვარულზე ხო საუბარი რომ სიყვარულის გრძნობით იყო გაჯერებული და გაჟღენთილი წარმოუდგენელია სხვანაირად კი არა თქვენ გაჟღენთილი კი მამაკაცი რა სიტყვის კი არა მე იმის მინდა რომ აი ხლა კონკრეტული პიროვნების მიმართ არ არის ეს მიძღვნილი სიყვარული ზოგადად ობიექტი აქ არის მთავარი არის ის ურთიერთობა ანუ ის გულის გამოძახილი შეიძლება ესე ითქვას კი არის აი მარად და იმიტომაც და აი თუნდაც ის გაგონილი ისტორია რომელიც აი წარმოისახება შემდეგ აი ანუ თქვენ დარწმუნებული ვარო რაღაცა ინსპირაცია არის ნებისმიერი რამ მაგალითად აი გაგახსენდათ ვიღაცა ალბათ და ვიღაცის ამბავი თუნდაც მეზობელი ქალბატონის და ხო რაღაც ამბავი და უცებ აიღებდათ ალბათ ესე შეიქმნა ესეც არის არ გამოვრიცხავ და ვფიქრობ რომ არა მარტო მე იმიტომ რომ როგორც გითხარით ძალიან ბევრი სამეგობრო მყავს პოეტების და ამასობაში მინდა რომ წაგვიკითხოთ თქვენი ლექსი პოეტები მე მომწონს კი აუცილებლად მნიშვნელობა არა მაგრამ ერთი ლექსი მეც უნდა წავიკითხო აუცილებლად მე ხა სიმბოლურად რახან თქვენთან წიგნით მოვედი ჩემი წიგნიდან წავიკითხავ და შემდეგ თუ ნებას მომცეთ ორი რამდენიმე ლექსი რომელიც ამ წიგნში არ არის სულ ახალი ლექსი მნიშვნელობა აქვს ეს ხომ თქვენი პოეზია ხო და მე რო დაიბეჭდება კიდევ მოგზავნებით ხო აუცილებლად მოვიცოთ როვა კი ბატონო მე ახლა ლექსი მომწყურდა შენზე ვითარცა მწყურვალს ძლიერად წყალი როგორც ნიკალას დარდიან გულზე ამბოდა ჭიქა არაყი დღეს ისე ძლიერ მჭირდები ლექსო ვით გზაბნეულს ნავსაყუდელი ამ გარიშრაზე მინალო მთვარეს მიაგავს ახლა ჩემი სხეული რა უცნაურად მიდიან ზოგჯერ შენკენ სავალი ციცაბო გზები სანამ პასუხებს მოგაგებებდი უნდა შემეგრძნო მე შენი სული მე ახლა ისე დაგშორდი უცებ რატომღა ძლიერ გზაბნეული ვქსოვ უიმედო სურვილის მაქმას დილას გავყვები ვით მთვარეული მე ახლა ლექსი მომწყურდა ისე როგორც მომაკვდავს სურს ახსარება აღარ მიგულო გემშვიდობები შენთან დროჟამიც გამიტიალდა მართლა სიმღერასავით არის ბრავო მართლაც მადლობა ამასობაში თქვენი წიგნის რედაქტორი ბატონი ჯუბა ღებელი და მინდა ამონარიდი წავიკითხო მისი როცა ამა თუ იმ ავტორის ლექსებს ვკითხულობ მე მათში რა თქმა უნდა ბრილიანტის მძივებს არ ვეძებ. მე უფრო ავტორის შინაგანი სამყაროს შეცნობა მინდა, თავისავე შემოქმედებაში ჩადებული სულიერი განცდებით. ხშირად სწორედ რომ მისი შემოქმედებიდან მეც იგებ ამ ადამიანზე, ვიდრე მასთან გნებავთ ხანგრძლივი მეგობრობის შედეგად და მართლაც რაც შეეხება ქალბატონი მანანას მაკოს პოეზიას არ შეიძლება რომ მის სულის ასე ვთქვათ სიმებს არ ჩასწე და თქვენის ნებართვით აი სანამ სტუდიაში შემოვიდოდით, საუბრობდით და ესე გადავშალე, ეს ხომ სულ ახალი კრებულია, პირველად მოვიდა ჩემამდე და აი ეს არის ჩემი ლექსი, თქო. ძალიან მიხარია და პირველად თქვენი არის. არა, დიახ, მოგისმენ და ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, რახან ბატონ ჯუბა ვახსენე და ჩემი წიგნის რედაქტორია. მადლობა მინდა ისევ ეთერის საშუალებით გადაუხადო ჩემი წიგნის რედაქტორობისთვის, ასეთი თბილი სიტყვებისთვის და მოვიკითხო. მინდა ჩვენც უერთდებით მოკითხვას და აუცილებლად ბატონი ჯუბა ჩვენი სტუმარია და ეხლა რაც შეეხება ჩემს ლექსს არიან პოეტები რომელთა პოეზიაში ჩემს ლექსს ვირჩევ შენ ყოველთვის შენს ლექსს პოულობ ოღონდ ყველგან არ პოულობ ყველასთან აი აქ ვიპოვნე დაგღალე მაესტრო ძალიან ქარების სონეტებს კივიან სამყარო ქაოსში ბრუნავს და მეც დროსთან მხარ და მხარ მივდივარ დაგღალე, ვიცი რომ დაგღალე. ყვითელი ფოთლების ზღვაში ვარ, ქარვისფერ თბილისის ქუჩებში გაფანტულ ოცნებებს დევნი კლავ. ნოემბრის ზღვათია, დღესაკ და მაგიჟებს ბაჯაღლოს ფერები. ჩემს სევდას ეს ისე უხდება, ვით მუზებს სიძველის გენები. მუსიკა ზეციდან იღვრება, ცეკვავენ ძირძველი უბნები. ამ ხიბლით უგონოდ დამთვრალი დავფრინავ მე უფრთოდ ქუჩებში. უხილავ გრძნობათა ლაბირინთს, ვურღვიენ ნაქსოვი ძაფები. მე შენგან ასეთი ძლიერი შორტები მაესტრო დაღლილი. ბრავო. შესანიშნავად წაიკითხეთ მინდა აღნიშნო. მე ვერ გითხულობ ჩემ ლექსებს.
ნამდვილად კარგად გამოვიდა. მაგრამ როდის დაიწყეთ ლექსების წერა? ლექსების წერა დავიწყე 2016 წლიდან. ეს კონკრეტული თარიღიც ხო, არა, მახსოვს, რომ იქამდე არ წერდი 2016 წელს შემოვიდა, ახლა ყველას აქ რაღაცა როგორ გითხრათ, ისეთი პერიოდები გაუსაძლის ვეძახით, ხო? რაღაცა ჩვენი ჯვარი გვაქვს და ეს ჯვარი უნდა გავიტანოთ ღირსებით, რა თქმა უნდა, გოლგოთამდე. ხო, და ესეთი პერიოდი იყო, ეხა იწყება ხოლმე ძირითადად ძლიერ რაღაცა ემოციებზე. ხო, ესეთი ემოციები იყო, სიყვარულის არ იყო, რა მნიშვნელობა იქ იყო, რაღაცა სიძნელების, სირთულების, ხო. მე თანდათან გადალახავს ადამიანი და ხა ზოგი რაღაცნაირად ბაბუა წერდა ლექსებს და წამომივიდა რაღაც მუზა დავწერე და მე ესე შემოვიდა. მე მოგვიანებით დავიწყე რაღაცა, მაგრამ 90-იან წლებში იყო ესეთი ტელევიზიები თუ გახსოვთ კერძო და თქვენ როგორ არ გახსოვთ ხო და მე ისას უფიქრობდი რომ მინდოდა იმ ჩემი პროფესიით რომ რაღაცა გამეკეთებინა მაგრამ არ მომეცა საშუალება და 2016 წელში ისა აი როგორც კერძო ტელევიზია აპირებდა ჩამოყალიბებას აღარ ვიტყვე ხა ვინ იყვნენ და კონკრეტულად შემომთავაზეს რაღაცა გადაცემები რომ გამეკეთებინა მე და ნუ როგორც მარკეტინგულიც იქნებოდა იქ რაღაც ფინანსები და გადავწყვეტე ესე ბატონი მედანიკოვა კეთებდით ბაღაშვილი წერდი ძალიან კაი გადაცემები იყო ის ანუ ერთად მუშაობდით ამაზე მაგრამ ისე მოხდა მე რომ ის ტელევიზია უკვე ვეღარ შედგა დაიშალა მაგრამ ეხა პასუხს ვერავის ვერ მოთხოვ მაგრამ დარჩა არქივი ძალიან კარგი ძვირფასი არქივი 100-ზე მეტი გადაცემაა ჩაწერილი და პარალელურად დავიწყე იმ დროს უკვე ლექსების წერა. თან ისიც საგულისხმეა რომ სამედიცინო გაქვს დამთავრებული და დიახ, სამედიცინო დავამთავრე, იცით რა იყო, ისე მოხდა რომ ადრესს შევედი სკოლაში, დავამთავრე თუ არა, ანუ ოჯახი შევქმენი, გავთხოვდი, მაგრამ ერთი წლის მერე შვილი რომ მეყოლა, ჩავაბარე სამედიცინო სასწავლებელში, მუშაობდი რკინიგზის დიღომში ავადმყოფოში, ჩაფიცის გვერდზე, მაგრამ ძალიან ცოტა ხანი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ვიყავი და კი და ისე რომ მივხვდი რომ ეს იყო ძალიან აი როგორ გითხრათ რაღაც უცხო ჩემთვის რაღაც პლანეტაზე და აღარც მიფიქრია ბევრი მე მეორე ბავში შემეცინა რაღაც სიმბოლურად იყო მე ჩავაბარე იმის კი ბატონო აი აკადემიაში და ხო ჟურნალისტიკა ფაკულტეტზე მე გავუქმდა მოგვიანებით და მე აი ეს იყო ეს გადაცემაც რაზეც გითხარით რომ ფიქრობდი მაგრამ არ შედგა და იმის მე უკვე დავიწყე სხვა იმითი განხრით მუშაობა, სადაც დღემდე მუშაობ. პოეზიას ეს არის თქვენი სამყარო და ზოგადად აიმე და მიშასაც გვისაუბრია, პოეზია, მუსიკა, მხატვრობა, შემოქმედება ადამიანს უკვდავყოფს. და ძალიან დამეხმარა მე შემიძლია ვთქვა და აი რაც შეეხება ხო პოეტებს, ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი გამოგაკლდათ. დიახ, ირმა ხინვალელი, არაჩვეულებრივი ადამიანი და არაჩვეულებრივი პოეტი და აი სულ ვამბობ, რომ ირმამ იმხელა შემოქმედება დატოვა, რომ აი ესე უკტავყოფილი იქნება მის სახელი, ხო? და ძალიან დიდი ტკივილია, რა თქმა უნდა. და მიუსამძიმრო ოჯახს ძალიან, იმიტომ რომ ესე ახლოს არ ვიყავი, მაგრამ ვიცნობდი ხა როგორ შეიძლება არ იცნობდე, ტრიალებთ ერთ წრეში ღონისძიებები. და ვამბობ, რაც შეეხება ზოგადად პოეზიას, ხო? აი ეს არის ის, რასაც პოეტები გვიტოვებენ, ხო? გავაცლები, ცოცხალი შემოქმედება, რომელიც არ კვდება. არასდროს არ მოკვდება. და ისევ მინდა თქვენს ზოგადად საქმიანობას დავუბრუნდეთ არაჩვეულებრივი პოეტი ხართ, მაგრამ ამასობაში ხო, ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი, ასე ვთქვათ, სალონურ საღამოებში მონაწილეობის მიღება. ზოგადად სალონური საღამოები ეს არის ძველი ტრადიცია, ხო, საქართველოში იმართებოდა და მით უმეტეს ახლა დიდგვაროვნებთან და ხო, ვიცით ყველამ ეს ისტორია და ეს არის ჩემი არ ვიცი, ძალიან ძვირფასი და ჰობი არის, მაგრამ სამწუხაროდ ისე ხდება, რომ არ მოგდეს ფინანსები და ყოველთვის მეუხერხულება ფინანსებზე საუბარი. ჩვენ ვაწარებდით ბატონი ნიკო არაერთი ლამაზი საღამოები ჩაგვიტარებია, ასევე მე დამოუკიდებლად, მაგრამ ყველაფერს უნდა რაღაც ესეთი ხდებით ფინანსების გარეშე არაფერი არ ხდება და როცა არ გეხელიწიფება ეს ყველაფერი, იძულებული ხარ, გადაერთო სხვა რაღაცაზე და ჯერჯერობით წერ ჩემ ლექსებს და ნახოთ
შემდეგში რა იქნება სამომავლოდ. ყველაზე კარგ საქმეს აკეთებთ, მე მგონი იმდენად ლამაზად წერთ და სიამოვნებით მოგისმენთ. მადლობა. მე ძალიან ხიბლობს, როდესაც თქვენ ხშირად იკრიბებით პოეტები, აი სალონური საღამოები აღნიშნა ნინო და ეს წერალთა სახლში. კი, წერალთა სახლში და ეს მართლა კი თანადგომა ერთმანეთის, ანუ ეს არის სტიმული ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ ეს გაძლევთ იმის საშუალებას, რომ კალამი არ გადადოთ და რა თქმა უნდა, იცით როგორ აი თამამად დაწეროთ, ანუ მარტო რო არ ახათ ხვდებით, ანუ ბევრი ბატონო მიშა თქვენ გახსოვთ ის პერიოდი, ახლა მაგას დაივიწყებს პანდემიის საშინელი პერიოდი, უკვე გვეგონა საერთოდ მორჩებოდა თუ არა, როგორი შეზღუდებული, ჩაკეტებული თითქოს აი ვერთისნებით, რომ ეს ყველაფერი გაიარა ამ ძიმე, ყველაფერი დაკეტული, ყველაფერი შეზღუდული იყო, ხალხმა რა ვიცი რეების გაკეთება ახარ დაიწყო და მე უკვე რომ მიეცა ნიჭი და ტალანტი აღმოჩნდა ამ დროს ადამიანმა თავიანთ თავში აღმოაჩინეს იმხელა შესაძლებლობა. ხო ესეც ალბათ რაღაცა იმასა ანუ ყოველთვის არის ხოლმე უარყოფით, ყოველთვის დადებითი იმპოსტებს და ეხლა ეს იმიტომ გავიხსენე როგორც კი გაიხსნა უკვე კარები და ნუ ისეთი მოწყურებული ეს ხალხი ყოველ კვირას ხო ტარდება ახან საჯარო ბიბლიოთეკაში ან ჩვენ მწერალთა სახლში და ეს არის შვება შემოქმედი ადამიანებს სხვა რა აქ მას ფინანსები არასოდეს არ აქვს ის როგორც საჭიროა და ყოველთვის არის ენთუზიაზმით და აი ლიტერატურის და იმის პოეზიის სიყვარულით. გაგვიკითხეთ ხო მიშა დრო ძალიან სწრაფად გარბის და თქვენი ლექსები. დავიკითხო. კი ბატონო. სად მიქრიან სიყვარულის ქარები, რათა არ აღღერს სიხარულის ბალადა, დღესაც ისევ მიუყვები შენ ქუჩას, მხოლოდ გული აღარ მიცემს მალდამალ. საითქრიან ახლა ქარაშოტები, 10 ნათებს რად არ აქვთ ნათება, სისარტყელა ასე ვისემალება, ყველაფერი რატომ იქცა ზმანებად. რად არ აქვთ იებძველი სურნელი, ოჩი ვარდებს ფერი რამ შეუცვალად, გვირილებმა ასე რად მოიწყინეს, ნუ თუ მართლა ყველაფერი დამთავრდა. შორს ასულა დრო, რომელიც მხიბლავდა. გაფრენილან სადღაც უმისამართოდ, დაბნეული გზის გასაყარს გავცქერი, მონატრება ვიცი, ვეღარ დამათოს. სულის სიმებს რად არ არხევს გრძნობები, სათქრებიან, ვით ფიფქები ფარფადა, მე დღეს მოხდი, შენს ქუჩაზე შემთხვევით, მხოლოდ გული აღარ ძგერდა მალდამა. საყვარელია. თქვენ აი აღნიშნეთ, რომ თქვენ ლექსებზე ბევრი სიმღერა დაიწერა და მე მაინტერესებს თქვენ თვითონ თუ აი მე დავწერე მუსიკა რამდენიმე ჩავწერე, მაგრამ იცით რა არის ყველაფერს თავისი რაღაც ესეთი ეტიკეტივით სჭირდება ხო დამეთანხმებით კლიპი არ მაქვს გაკეთებული და ამიტომ ჯერჯერობით ვერ ვიდეო რგოლიც იქნება. იქნება როცა ანუ უკვე ჩაწერე თქვენი სიმღერა სტუდიურად ჩაიწერა მხოლოდ, მაგრამ არ ხო გამომიტანია, რასაც ვთქვით, რამდენიმე სიმღერა, ერთ ლექსსაც წაგიკითხავ. შენი გულსაფნები ისევ მკერდს მიმშვენებს. გარეთ უცნაური რაღაც ნისლებია, მე დღეს ისე ძლიერ მომენატრე, როგორც არასოდეს არვინ მინადრია. ამ ჩემ თვალთა სხივში ისე ვირეკლები, ყველგან ასხივებ და მაინც ავდარში ხარ, მთვარეს ჩავაბარე, ღამის ახსარება, ახლა დილის მნათებს ხვდები აგონიად. მალე მივაშურებ ტალღებს, აზვირთებულს, ზღვასთან ახლოს მდგომი მელის მაგნოლია, მე დღეს ისე ძლიერ მომენატრე, თითქოს არასოდეს არ ვიმყარებია. ზუსტად აი ამ ლექსია პირველი სიმღერა ძალიან. ან კავტემანენა დავშეთ რომელიმე მომღერლისთვის დაგიწერიათ თუ არა გაგჩენიათ სურვილი? არა, იცით რა არის? ეხლა ჩემ ლექსზე ისე რაღაცნაირად ავამღერე რომ როგორ გითხრათ, ვერ გავიმედე კი არა, მაგრამ გეგმაში მაქვს, უბრალოდ არ ვიცი ახლა არ მინდა ვთქვა, რომელიც შეასრულებს კარგად ჩემ აი ამ მელოდიას თავის ტექსტთან და ნახოთ ახლა მომავალში ამასაც შეიძლება მოვაბათავ. და ორიოდე სიტყვით რო გითხრათ პროექტზე სახელწოდებით გაფანტული ალმასები. ხო, ეს იყო ერთი პერიოდი და დასრულდა, რასაც ქვია, მე ყოველთვის რაი ტელევიზიითაც იყო ხოლმე, ხო, მუდმივად არის ახალი პროექტები და სულ მე მткиოდა ხოლმე გული, ვაიმე რა კარგი იყო, რატო არ გააგრძელის, მაგრამ თურმე ესე ყოფილა რაღაცა რომ თავრდება და მით უმეტეს ის ჩემი მიზეზით არ დამთავრებულა. პანდემიის პერიოდი იყო აქციები იყო და ამასინათაც ნახესია ვინც უნდა მომეყვანა კი იყო კარგი იყო ნამდვილად მაგრამ აი ეს პერიოდი დაიწყო მძიმე პერიოდი იყო და გავჩერდი და მე თურმე რო ჩერდება ეს ყველაფერი იცი
ძნელია, როგორი კარგიც არ უნდა იყოს. აი, მე მგონი თქვენ დამეთანხმებით, რომ ისევ მიუბრუნდე. ანუ ძალიან ხო, იმიტომ კი არა ვერ გაგრძელდება. მე სხვანაირად ვფიქრობ უკვე, ახლა ნახეთ, როგორც წეღან თქვით, ვისაუბრეთ ფინანსებზე, ძალიან მერიდება ხოლმე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მაშინ თითქოს არ ვთვლიდი, იცი, იმ როგორ გითხრათ, აი ის იყო ძალიან ბევრი დაბრკოლება რა, იმიტომ რომ იცით ხო, როგორია რთული ტელევიზია, ისა ხალხს როდესაც იწვევ, ხო და ჩვენ იმაში პერიოდში ვიწვევდით, ხო, ეს იყო შეხვედრები რეჟისორებთან, მსახიობებთან. ხო, მომყავს მოყვავდა ჩვენ ისა. დიახ, ვააგროვებდე ეს ხალხი, რა თქმა უნდა, დღესაც მაქვს ის ჩანაწერები, რა კარგი იყო ისა, მაგრამ იყო ესეთი ძალიან ხშირად მომენტები ხოლმე ხან ცუდად გახდებოდა და ისეთი უხერხული მომენტები ხდებოდა ამით, ხო და პასუხისგებელი რო ხარ ძალიან ძნელია და ანუ თქვენ ისევ პოეზიას მიუბრუნდეთ და ეს არის სულ ახალი კრებული ლაბირინთიდან ლაბირინთამდე. იბადება თუ არა კიდევ, იმიტომ რომ თქვენ არ ჩერდებით და არც უნდა გაჩერდეთ, რა თქმა უნდა და სახელმწოდებაც საინტერესო, ხო, აი კი ბატონო. ლაბირინთიდან ერთი ლაბირინთი გავიარეთ, მეორეში რატომ უნდა შევიდე? იმიტომ რომ ასე მოხდა, მე საერთოდ როგორ გითხრა, ყოველთვის არა ვარ, იცით, ყოველთვის კი არა შენიღბული, არასოდეს არა ვარ. აი სულ მეგობრები იქნება, ახლობლები. დღეს ძალიან ძნელია ეს ფორმალური ურთიერთობების გარეშე შეიძლება არ შეიძლება, მაგრამ მე აი ძალიან არ შემიძლია მეს კონკრეტულად თუ ვარ გული თუ არა ვარ, ნუ ვეღარ მყავს ის მეგობარია, ადამიანია, ხო და ამიტომ ის პერიოდი რომელიც გავიარე იყო, ესე ვთვლი იყო ლაბირინთი და ანუ სიზნელები არის ლაბირინთის. კი, მაგრამ გამოვედი თითქოს იქიდან და თითქოს რაღაცაში კიდე შევედი ახალში. მოკლედ რომ ვთქვათ. ასეა ჩვენი ცხოვრება ხო სულ ლაბირინთია, აბსოლუტურად ერთად ისრულდება მეორე. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი რთული ლაბირინთები გამოვიარეთ, ესეთი არაჩვეულებრივი ლექსები დარჩა მაინც ამ გზაზე. მადლობა და იმედი მაქვს მალე გამოვალ. მალე დავახცერ მეორე ლაბირინთსაც თავს. დიახ და ერთი ლექსი კიდევ თუ შეიძლება. სიამოვნებით მოგისმენთ. მაშინ არ წაიკითხავდი, მაშინ მე წავიკითხავ სათხარ ახლა მხატვარო. დიახ, ესეც იყო ხო სინამდვილეში. ერთხელ მხატვარმა დამხატა პორტრეტი არანატურით. შემდეგ კი გაოცებულმა კითხვა დამისვა სხარტული. ვინ თქვა არსებობს ჯოკონდა? თვისიდუმალი ღიმილით, როცა თქვენ სახეს ვუყურებ, ვერჩე ვადარებ მის ღიმილს. მე გავიოცებ, უწრფელად ნათქვამს მივუხდი ირიბად და სახსოვარი ნახატი მომყვება დღემდე მეგზურად. ახლა სადა ხარ მხატვარო? ვის პორტრეტს ხატავ გონებით, ნეტავ დღესაც რომ შემოგვხვდე, ისევ თუ მოგეწონები. საოცარი ახალგაზრდულია. არა, ძალიან გულწრფელი და ძალიან ესეთი ლამაზი და ძალიან ბავშვურიც და ლამაზი. ერთით გადაცემას ჩვენ მაშინ და ზუსტად ასე იყო მთაწმინდაზე, ეს იყო რაღაც 5 წლის თავზე, ჩვენი პროექტიდან და იქ იყო სვანი მხატვარი იყო და დაგხატათ. სახში მიკიდია ძალიან ბოჭიწებით ის ნახატი დღესაც და რაღაც მომივიდა უცბად და დავწერე. იცი რა, აი ამ გულწრფელობაში რაც ახლა გამოიკვეთა, თუნდაც აი ამ ლექსის შინაარსის გაჟღერებაც რომ მოხდა, აი ეს არის მე მგონი თქვენი პოეზიის მთავარი ერთ-ერთი სინამდვილე და გულწრფელობა და თან მუსიკალურობა, მოდი ესე ვთქვათ. დიახ, ამას კი არ ვიფიქრები თუ მე მომიწევდა თან ჩემი ლექსების აშღერება. და ზოგადად ნახეთ, რაც შეეხება თანამედროვე მკითხველს. რო გადის იცვლება გემოვნება, იცვლება მოთხოვნა. ანუ რას ფიქრობთ? როგორი უნდა იყოს პოეზია, ის რომ თანამედროვე და ყველა მკითხველის თუნდაც გემოვნება დააკმაყოფილოს, ან აუცილებელი თუ არის ყველას გემოვნების დააკმაყოფილება და მოწონება. ცით რა არის აუცილებელიც რომ იყოს, მასე ვერ მოხდება რომ ყველას გემოვნება დააკმაყოფილო, მაგრამ როგორც არ უნდა შეიცვალოს, იცით რა არის? აი არ არსებობს კარგის დაძველება, როგორ გითხრათ, აი კლასიკა რატო ქვია, ის არის всё.
ის არის წარმოიდგინე საუკუნეებს უძლებს სანამ ადამიანი იარსებებს კაცობრიობა ხო როგორ შეიძლება მოდიდან გადავიდეს შექსპერი ბაირონი გინდა კომპოზიტორები არა და ასევია ლექსების და პოეზიად კარგი რაც არის დაიწერება მე ხა როცა ბავშვი ვიყავი მაშინ ჯერ სკოლაც ბავშვი ხო ნუ ბავშვს ვეძახი სკოლაც არ მქონდა დამთავრებული რო ვკითხულობდი გრანას და იმას ფიქრობდი დედამეთქი აი რა შეიძლება ახლა ამაზე კიდე ძვირფასი რამე დაიწეროს გალაქტიონში არის დემონი და ჩემში მხოლოდ ანგელოზიო კიდეც გალაქტიონი მაგრამ სულ ექიშპებოდა სხვათა შორის უყვარდა პატივცემდა მაგრამ ექიშპებოდა მაგრამ იცით იყო გრანელიც ხო ეხლა სიტყვა მოიტანა და კი ხო და მე ერთ ლექსსაც წაგიკითხავთ ეს რომელიც წიგნში არ არის შესული სულ ახალია თუ იქნება ამის საშუალება კიდე წაგიკითხავთ ხო და ამიტომ ვიძახი იცით რაც კარგია ის რჩება ასე კრიტერიუმები არ აქვს ხო და ვფიქრობდი რომ ხო აი ისევ დაუბრუნდები როგორი უნდა იყოს თქვენ მკითხეთ აი ამ კითხვაზე მინდა არ აქვს ამას ჩარჩოები როცა იქნება სულით არა კი ჩარჩო როგორ შეიძლება გქონდეს სულიდან არის ამოძახელი და დავრწმუნდი რომ სანამ იარსებებს კაცობრიობა დაიწერება კიდევაც იწერება ჩემი მეგობრიები ეხლა ვიღაცა იტყვის ეს ვინ არის გალაქტიონს ადარებსო რატომაც არა ალავერდაშვილის პოეზია ნახეთ რა ძლიერია სულ ეხლა ხან გარდაიცვალა ხო რაღაცა წლები ჩაგერთობით არასდროს არავის არ უნდა შევადაროთ ხო მაგრამ არიან ჩვენთვის პოეზიის მეფები გალაქტიონი ჩვენთვის არის პოეზიის მეფე და მე კიდე რა ვიცი ახლა გავბედავ ჩემ აზრს გავკადნიერდები ვიტყვი რომ მეფე არ არსებობს პოეზიაში შემოქმედებაში არ არსებობს ახლა ვერ ვიტყვი გალაქტიონზე მეფეო კიდე ვიზღეთ გრანელის წიგნი როცა აი მაგის მთლიანად შემოქმედებას გაეცნობი გინდაც ახლა აღარ ხო ვერ იტყვი და ამიტომ არის უფალი მეფობს და შემოქმედებაში ვერავის ამაშიც დაგეთანხმები თუმცა ჩვენი კუმირები ყვანა მაგრამ საქართველოს ზოგადად ისეთი პოეტები თვართ განებიურებული რა თქმა უნდა შეიძლება ნახეთ ყველას თავის მეფე და დედოფალი ყავდეს ხო ეგ ხო რო პირადი მაგრამ ზოგადად რო ვთქვა შევადაროთ რა თქმა უნდა კი შედარება რა თქმა უნდა არ არის მაგრამ როგორც მეფეა ხო თქვენი ხო პირადი მაგრამ ეს ზოგადად ვიძახით ხო აი ხო თქვენ ახსენეთ რა თქმა უნდა არის რაღაცა ზღვარი და მაგრამ პოეზიას ზღვარი არ გააჩნია ბუნებრივად და უბრალოდ აი ჩვენი გადაცემის ფორმატი გვაძლევს საშუალებას რომ პოეტები ხშირად სტუმრობენ ხოლმე და ძალიან გვახარებს ეს ანუ ეს იქნება ახალგაზრდა შვახნის ადამიანი ეს არა ანუ თითქმის პოეზია ცოცხალია და ეს არის ძალიან კარგი და კარგია ის რომ ესეთი ენერგია აი ამ სამყაროში იფრქვევა რასაც ქვია კარგი ლექსი გულწრფელი ლექსი რასაც ქვია ადამიანური ლექსი და ნამდვილი ლექსი მოდი ესე კი სანამ პოეზია და ეს ხალხი ცოცხალი იქნება არ ჩაკვდება არაფერი ხო ვიცახით ურთიერთობები განელდა მაგრამ აი პოეტი ხალხი მრავლდება მე ისე მიხარია და ახალგაზრდა რამდენი კარგი ახალგაზრდა პოეტი ყავს კი ნამდვილად და დღეს ახლა წაგიკითხავთ მაშინ რომელიც შესული არ არის უკვე აღარ არის იმიტომ რომ სულ ახალი ლექსია როგორც სადახარ ჩემო მოდელიანო სადახარ ჩემო სულის მხატვარო მოდელიანო გიცდი კარგახანს აბა რას ხედავს დღეს ჩემს თვალებში თოვლი ბარდნის თუ ზეწვავს თაკარა დახატე ჩემო სულის სიმშვიდევ ბუნებაც როგორ ბუნიობს როკვით დრო შემოდგომის დამეწურება სუსხიან ზამთარს ვიდრე გადამყრი მოდი დამხატე ხოლოდ მითხარი როგორ დახატა ველურ მაქციას ხორცის სიშიშვლე რა იმასთან ამ სულს დღეს შენგან რაც დამართნია დამხატე ისე როგორც უმთვარო ღამის ნისლებში მცურავი ალი ვით სისხლისფერი ნაკადულება დაკოდილ სხეულს დააჩნდეს კვალი მოლოდინების ფეირვერკები იქცევა ვიდრე ვულკანის ლავად და შენ კი ისევ ნებით ახსავსე ღამით ივსები ერთ ამორძალთან სადახარ ჩემო ლექსად ნაჟურო შემომეძარცვე მგონი ლოდინში ცრემლი დანამულ კალამს გაფიცებ თქვირო ლიბრია სავსე მზერაში სადახარ ჩემო სულის მხატვარო ნეტავ რას ხედავ დღეს ჩემს თვალებში
მაშველა თუ ვერ მოხვალ ჩემამდე ტკივილად ნუ ღარ გადამეგზები მადლობა მანანა ძალიან დიდი მადლობა და რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ისევ გვინდა რომ თქვენ აი ჩემს მენელს და მაყურებელს პოეზიაზე უთხრათ რამდენიმე წინადადება თქვენს პოეზიაზე რა არის თქვენთვის თქვენი ლექსი ზოგადად პოეზიაზე ვიტყვი და პოეზიაში შედის ეს ჩემი ლექსი ხო რა თქმა უნდა რომ ეს არის როგორც მაშველი რგოლი ცხოვრების მოკლედ და კონკრეტულად რო ვთქვა და ვფიქრობ ალბათ ნებისმიერი პოეტისთვის სულის გამოძახილი დავამატებდი მაშველი რგოლი მშვენიერი კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ ახალ კრებულთან ერთად და რომ გვაჩუქეთ ეს კრებული და წარმატებას გისურვებთ. სიახლეებით გელოდებით. მანანა მაკო კორძახია იყო ჩვენი სტუმარი. მასპინძლობისთვის და წარმატებებს გისურვებთ ასევე. ჩვენ კი დაგიბრუნდებით სტუმართან ერთად, რა თქმა უნდა, სულ ცოტა ხანში.